ძალიან სულად დავიწყეთ პირველი 20 წუთი, ასე ვთქვათ, სულ თურქეთს ჰქონდა უპირატესობა, პირველივე წუთებზე გოლი გაუშვი და ასე ვთქვათ, ამან იმოქმედა ჩვენზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმში გუნდმა მაქსიმუმი გაიღო, არ არის მარტივი თურქეთთან 2 გოლის გატანა და ასე ვთქვათ, ჩემი აზრით შეიძლება უკეთეს თამაში, რა თქმა უნდა, მაგრამ ხდება ხოლმე ფეხბურთია და უნდა გავაგრძელოთ ფიქრი შემდეგ თამაშებზე და ჩემთვის ყველაფერი შესაძლებელია კიდევ. ყოველთვის ჩემი ოცნება იყო და იქნება მომავალშიც, რომ ბევრი გოლი გავიტანო ამ არენაზე და ვეხმარო ჩემ ეროვნულ ნაკრებს პირველ რიგში და ეს ემოცია ალბათ ძალიან რთულია რომ გადმოცე. საოცარი გზნობაა, მაგრამ პირველ რიგში ვფიქრობდი, რომ ის ორბურთიანი ჩამორჩენა რაც იყო ჩემი გოლის შემდეგ აღმოგვეფხვრა და დასანანია რომ ეს ვერ შევძლებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ შეცდომებს გამოვასწორეთ პირველ რიგში, ნახოთ რა იყო ამ თამაშის შეცდომები და ვიმუშავეთ ამ ყველაფერზე. მთელი უკვე დაწუნებული ვარ, უკვე ამაზე ფიქრობს ამ წუთიდანვე და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. დღევანდელი დღე უკვე წარსულს უნდა ჩავაბაროთ, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ შევცვლით და უნდა ვიფიქროთ უკვე ბულგარეთის თამაში და იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ზოლის თამაში, მნიშვნელობა ექნება მეტოქეს და რა ვიცი, გავალთ და აუცილებლად ვეცდებით რომ მოვუღოთ ბულგარეთს.